დღეს თუ ჩვენ გლობალურად შევაფასებთ მოვლენებს და შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ვისაუბროთ, აქ გასათვალისწინებელია, რომ დღესდღეობით ჩვენ ხედავთ თუ როგორ იყოფენ უკრაინის ტერიტორიებს. თუ ამერიკას ჰქონდა ამბიციები, რომ ამერიკას უნდა მიეღო ის მნიშვნელოვანი წიაღისეული სარგებელი, რაც უკრაინაში არსებულ წიაღისეულზეა საუბარი, დღეს ევროპამაც გამოთქვა სურვილი და ევროპა იცახის, რომ მოდით რა ჩვენ უფრო კარგი პარტნიორები ვარ და ჩვენ მოგვეცით ეს წიაღისეული და ამერიკას არ ვიცეთ. ანუ თქვენ წარმოგიდგენიათ, ესე იგი უკრაინას ისე იყოფენ, რომ არც ეკითხებიან უკრაინას. ანუ მაკრონი შავიდა პუტინთან უკაცრავად ტრამპთან სალაპარაკოთ, იმიტომ რომ ამ წიაღისეულზე ესაუბრათ და ეთქვათ, რომ ცოტა წიაღისეული მათთვისაც დაეთმოთ. ეს არის რეალობა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ეგრეთ წოდებული დასავლეთი როცა უნდა გაყიდეს და ეს არის ფაქტი. დაჭირდათ გაყიდეს. ეხლა უფრო დიდი სარგებელი შეუძლია რომ ნახონ როგორც რუსეთიდან, ასევე ესე ვთქვათ დაქუცმაცებული უკრაინიდან. და ეს არის ფაქტი. ამიტომ უკრაინამ რომ ვერ გაიაზრა, რომ თავარია მისი ქვეყნის ინტერესები, სწორედ მაგიტომაც მოხდათ ცხვირში. ჩვენ რომ ვერ გავიაზრეთ 2008 წელს ვარწლეს რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებია მთავარი, მაგიტომაც მოხდა ცხვირში. აქედან გამომდინარე, უნდა ვისწავლოთ ჩვენ ანალიზის შესაძლებლობა და უნდა ვისწავლოთ ანალიზი. მოკლედ, სულ ეხლა ხანს უკრაინის ერთ-ერთმა მაღალმა თანამდებობის პირმა გააჟღერა ესეთი ინფორმაცია, რომ აიო ჩვენო კარგი იქნებაო თუ შეგვიწყობენო ხელისუფლება, რომ ბირთვულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა და ყველანაირი საფრთხეები აცილებული იქნებაო და მაშინ ნატოშიც არჩევალთ, არ აქვს პრობლემაო და გამოვიდა ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების და თქვა, რომ ეგეთი რამე აბსურდულიაო და არც განვიხილავთო, რომ რაიმე ფორმით უკრაინა გახდეს ბირთვული სახელმწიფო. ანუ თქვენ წარმოგიდგენიათ, უკრაინას არანაირი ანუ ეგრეთ წოდებული მათი სტრატეგიული პარტნიორი არაფერს არ თავაზობს. და ჩვენ რატო შემოგთავაზებთ აი ერთი მაინტერესებს აი ჭკუა თხელების პოზიცია რა, რომლებიც აი ესე ბრმად რაღაცა გულზე ჯიღით ცემით, რომ იძახდნენ, რომ აი ჩავენ მე გავხსნათ მეორე ფრონტი, უნდა ჩავიდეთ სამარჩაბლოში, უნდა ჩავიდეთ აფხაზეთში და რაღაც მსგავსი გამონათქვამები რო იყო რა. აი როგორ შეიძლება რომ აი თქვენ აი რითი შეიძლება რომ დასავლეთი დახმარებოდათ, რითი? გარდა იმით რომ თავზე ხელი გადაესვა ჩვენთვის და როგორც 2008 წელს გვიბიძგეს რომ ომი დაგვეწყო და შემდეგ უკვე აი ამ პროცესში ესე ვთქვათ ეთქვათ რომ ჩვენ ვერას გავხდებით ამ რუსეთთან მიმართებაში. ხო მოხდებოდა ანალოგიური და ხო უფრო მეტად დავკარგავდით ტერიტორიებს. ამიტომ ამას ხო უნდა შეაფასოთ და მინიმუმ ეს ხელისუფლება ხო მაგიტომ მაინც უნდა დააფასოთ, რომ აი ამ სიბინძურეში სხვისი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენი სისხლი არ დაიღვარა, ქართველების სისხლი არ დაიღვარა და სამწუხაროდ აი ამ პროპაგანდას აყოლილი ქართველების სისხლი მაინც დაიღვარა სამწუხაროდ, მაგრამ მე გულისხმობ რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაიღვარა სისხლი და ჩვენი ქვეყნის ტერიტორია კიდე არ დაკარგულა. ამიტომ ხედავთ თქვენ რა დღეშია მსოფლიო? ხედავთ რომ ეგრეთ წოდებული იმპერიალისტურად განწყობილი ქვეყნები როგორ ინაწილებენ მსოფლიოს და რომ არავის არ ანაღვლეს ჩვენაირი ქვეყნები რეალურად. ამიტომ არის რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერი, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე ეკონომიკურად და სოციალურ კუთხით და ჩვენ ძლიერი ვიქნებით იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ესე ვთქვათ, საერთაშორისო სტრატეგიული მიზნები გადაიხედება და ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ რუსეთს დავილაპარაკებით. ეს არის მთავარი. რუსეთის გარეშე საქართველოს ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ფაქტი, რაც არ უნდა ეხლა შეიძლება ჩემი აზრი არ მოეწონოს ვიღაცას და კიდევ ვიღაცამ სხვა რაღაცა ნააზრებები დაგვიპირისპიროს, მაგრამ ეს ხო ცალსახადა ფაქტია, ბატონო ნიკოლოზ. ამის გარეშე არაფერი არ მოხდება და ბარემ დავამთავრებ თქვენის ნებართვით, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული ეგრეთ წოდებული ნაციონალური მოძრაობა და ძმანი მათნი, რომლებიც არიან, ისინი რას ქადაგებენ? ისინი ქადაგებენ, რომ არ გვინდა რუსეთთან არანაირი ურთიერთობა, ყველანაირი ურთიერთობა უნდა იყოს გაწყვეტილი და შემდეგ პასუხი რა აქვთ? პასუხი არაფერი არ აქვთ, რას ვთავაზობთ აბა მაშინ? რა უნდა გავაკეთოთ? უნდა ვიომოთ? გამეცით პასუხი ერთი, უნდა ვიომოთ რუსეთთან? შეკაი ადამიანო, თუ არ აგვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ უნდა ვიომოთ, აბა მაშინ რა გინდათ? რატო არ უნდა ელაპარაკოთ?
და რატო გაქვთ ეს პროპაგანდა, რომ რა ქვია, მხოლოდ და მხოლოდ უნდა გაბუტული ის პოზიციაზე უნდა იყოთ. და დღესდღეობით რომ არა რუსეთი ის ეკონომიკური დოვლათი, რაც ეხლა მაგალითად გაიხსნა ეს გზები და ამ ხელისუფლების წყალობით, მეშვეობით იღებს, ვერ მიიღებდა. და კიდე მეტი საკვანძო საკითხებია გასახსნელი. და ამიტომ ეს უნდა დავინახოთ, რა არის ამაში ცუდი ლაპარაკში, რა პოლიტიკოსი ხარ და მეუბნები რომ არ უნდა ვისაუბროთ. ჩვენს მეზობელთან არ უნდა ვისაუბროთ, მით უმეტეს ამდენი ტერიტორიაზე გვაქვს პრეტენზიები და ამდენი ტერიტორია არის ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის, ხო? როგორ არ უნდა ვისაუბროთ? აბა რა არის თქვენი პოლიტიკოსობა, ხო?